მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას. Ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ახალ და არც თუ ისე ახალ გამოცემებს წარმოგიდგენთ. დავიწყოთ ჩვენი წიგნების წარდგენა და თავიდან ჯერ პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ ასეთი მწერალი, რომელიც წერს ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ეს არის თანამედროვე ესპანელი ავტორი ჯორდი სიერა ფაბრა, რომელიც ბარსელონაში ცხოვრობს, საკმაოდ ბევრი წიგნი აქვს გამოცემული, რამდენიმე ლიტერატურული ჯილდოს მფლობელიც არის და ქართულად მისი წიგნები თინა ბატიაშვილმა თარგმნა. მე ძალიან მომეწონა, ახლახან გავიცანი ეს ავტორი და მინდა გითხრათ, რომ მომეწონა აღმაფრთოვანა კიდეც რაღაცნაირად ისეთი უცხო და გამორჩეული ხმა არის თანამედროვე ლიტერატურულ გარემოში, ჩემი აზრით. ის ძალიან ფაქიზად ეხება დელიკატურ, ხშირ შემთხვევაში ტაბუდადებულ, საკმაოდ რთულ თემებს, რომელზეც წერაც ვფიქრობ, რომ დიდ გამბედაობას მოითხოვს და ჯორდი სიერა ფაბრა რაღაცნაირად ოსტატურად ახერხებს ბეწვის ხიძის სიარულს, ბეწვის ხიდში გულისხმობ იმას, რომ ის ამავე დროს ერთდროულად წერს ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე, მაგრამ საკმაოდ რთულ პრობლემებზე და ისეთ კომპლექსურ საკითხებზე. პირველი წიგნი მისი, რომელიც მინდა რომ გაგაცნოთ დღეს, არის წიგნი, რომელმაც საკმაოდ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ეს არის კაფკა და მოგზაური თოჯინა. თუმცა, რადგანაც ამ წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირი არის ცნობილი მწერალი, ჩეხი, გერმანულენოვანი ავტორი ფრანც კაფკა, ჯერ ალბათ უმჯობესი იქნება ფრანც კაფკაზე ვისაუბროთ ცოტაოდენი, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გვისაუბრია მასზე არაერთ გადაცემაში და შემდეგ გადავიდე უკვე იმ ამბავზე, რომელიც ამ წიგნს უდევს საფუძვლად და ბოლოს გაგაცნოთ უკვე უშუალოდ წიგნი კაფკა და მოგზაური თოჯინა. მოდი ფრანც კაფკას ჩემთვის უსაყვარლესი მოთხრობით გარდასახვით დავიწყებ, რომელსაც ზოგიერთ თარგმანში მეტამორფოზა ჰქვია და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი მას უკვე ძალიან კარგად იცნობს, მაგრამ მათთვის, ვინც კაფკას შემოქმედებას ახლა ეცნობა, ისეთი მცირე რეკომენდაცია მექნება, რომ მისი ნაწარმოებების გაცნობა დაიწყოთ სწორედ ამ კონკრეტული მოთხრობით, კაფკას გარდასახვით, იმიტომ რომ ის მიიჩნევა და მეც მიმაჩნია კაფკას შემოქმედების მწვერვალად მიუხედავად მისი მცირე მოცულობისა. ფრანც კაფკა საკმაოდ ისეთი ტრაგიკული ბედის მქონე ავტორი იყო, მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, რომელიც დაიბადა პრაღაში, პრაღის ისტორიულ უბანში და სიცოცხლის უდიდესი ნაწილიც იქვე გაატარა. ფრანც კაფკა იყო მარტოსული ადამიანი, მარტოსული, ძალიან ღრმა და ინტელექტუალური ადამიანი და აი ეს გამორჩეული ინტელექტი ეტყობა მის აბსოლუტურად ყველა ნაწარმოებს და კაფკას წერის სტილი და კაფკას შემოქმედება არავის გავს ნამდვილად, თუმცა გარკვეულ მსგავსებას პოულობენ ხოლმე ეგზისტენციალისტებთან, კამიუს, ჟან-პოლ სარტრის შემოქმედებასთან და ითვლება კიდეც, რომ მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან კაფკას ხელახალი აღმოჩენა მოხდა სწორედ ეგზისტენციალური ლიტერატურის აქტუალიზაციით, იმიტომ რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში კაფკა თავისი ებრაული წარმოშობის გამო და მე-20 საუკუნის გასაგები მოვლენების გამო აკრძალული იყო რაღაც პერიოდი, მისი ნაწარმოებები არ იყო ხელმისაწვდომი და შემდეგ უკვე, როდესაც წამოვიდა ეს ეგზისტენციალური ტალღა, ალბერ კამიუ, ჟან-პოლ სარტრი, ნობელის პრემია და ასე შემდეგ, უკვე კაფკას ხელახლა მიუბრუნდა მსოფლიო და მსოფლიო ლიტერატურამ ხელახლა აღმოაჩინა ფრანც კაფკას შემოქმედება. აი წეგან ვახსენე, რომ კაფკა იყო მარტოსული ადამიანი და მისი ყველა ნაწარმოები სწორედ ამ მარტოობის შეგრძნების დაღით არის დასმული და ეს ალბათ განსაკუთრებით ეხება მის მეტამორფოზას. ამბავს ახალგაზრდა ბიჭზე, გრეგორ ზამზაზე, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს, ან არც თუ ისე მშვენიერ დღეს, საკუთარ საძინებელში გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ ხოჭოდ ქცეული იყო, როგორი შთამბეჭდავი დასაწყისი არა, როდესაც გმირი იღვიძებს თავის აწოლში და უეცრად აღმოაჩენს, რომ ის აღარ არის ადამიანი, აღარაფერი სხია ადამიანური და ქცეულა რაღაცა უზარმაზარ ვეებერთელა შემაძრწუნებელ ხოჭოდ. ამ მოთხრობას თავად კაფკას ბიოგრაფიასთან აქვს ძალიან დიდი კავშირი, იმიტომ რომ კაფკა თავად არის კიდეც გრეგორ ზამზა. ახალგაზრდა კაცი, რომლისაც მაინც და მაინც არავის ესმოდა. მას არ სურდა
მუშაობა, არ სურდა ქონოდა რუტინული მოსაწყენი ცხოვრება, არ სურდა გაეგრძელებინა, ვთქვათ, თავისი მშობლების გზა, არ უნდოდა რომ მორგებოდა საზოგადოებაში მიღებულ საყოველთაოდ დამკვიდრებულ რაღაც ერთგვარ ჩარჩოს და საერთოდ საზოგადოების დამკვიდრებულ შეხედულებებს წარმატებაზე. თუმცა რასაკვირველია მის სწრაფვას, რომ მას მხოლოდ ეწერა და თავისი შემოქმედებით ყოფილიყო დაკავებული, ბევრი ვერ უგებდა, ვერ უგებდნენ საკუთარი ოჯახის წევრები, თავისი მამა, ვერ უგებდა საცოლის მამაც, ეს ადამიანები მისგან დაჟინებით მოითხოვდნენ რაღაცა კარიერული მიზნების ქონას და ამ მიზნებისკენ სწრაფვას, მაგრამ კაფკას ეს არ სურდა. უფრო სწორად ის გრძნობდა, რომ რაღაც სრულიად სხვა რამისთვის იყო დაბადებული და სწორედ ამის გამო ის უფრო და უფრო იკეტებოდა საკუთარ თავში და სულ უფრო მძიმდებოდა მისი სულიერი მდგომარეობა. საბოლოოდ 1924 წელს კაფკა ტუბერკულოზით ძალიან მძიმედ დაავადდა და სწორედ ერთი თვით ადრე, როდესაც მას 41 წელი უნდა შესრულებოდა, ანუ რა არის 41 წელი, ეს ძალიან მცირე ასაკია. კაფკას ტუბერკულოზმა, სწრაფად განვითარებულმა ტუბერკულოზმა მოუღო ბოლო. მას ყოველთვის დაძდევდა თან ნაადრევი სიკვდილის, თითქოს სიკვდილის შეგრძნება, თითქოს ის არ ეკუთვნოდა თავიდანვე ამ ცხოვრებას და მის შემოქმედებაში ეს ძალიან ცხადად იკითხება. თუმცა მოდი ახლა გრეგორ ზამზას დავუბრუნდეთ, ბიჭს, რომელიც ხოჭოდ გადაიქცა. ჩვენ ხედავთ მთავარ გმირს ზამზას, რომელიც ხოჭოა, მაგრამ ამავე დროს მოთხრობის გმირებს შორის ყველაზე მეტად ადამიანია. ჩვენ წინ ამ პატარა მოთხრობაში იშლება ერთი ოჯახის ძალიან ისეთი რთული ცხოვრება, უფრო სწორედ ოჯახის წევრების რთული ურთიერთობები ერთმანეთთან. გრეგორ ზამზა იყო ადამიანი, რომელიც ბოლომდე უძღვნიდა თავს ოჯახს, დედას, მამას და დას, ოჯახის კეთილდღეობას. ის დღე და ღამე შრომობდა იმისთვის, რომ ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის წევრები არ იყვნენ ქმედუნაროები, მათ ჩვეულებრივად შეეძლოთ საკუთარი თავის რჩენა. და აი ის ფიქრები, რომლებიც ზამზას თავში ტრიალებს, როდესაც ის აღმოაჩენს, რომ ხოჭოდ ქცეულა ისევ ოჯახის კეთილდღეობას უკავშირდება, რომ აი რა ეშველებათ ამ ადამიანებს, რომლებსაც ვალები აქვთ, რომლებსაც ბევრი ფინანსური პრობლემა აქვთ, თუ კი გრეგორ ზამზა ვეღარ გააგრძელებს ოჯახს შეწირული ზვარაკის როლის შესრულებას. იმიტომ რომ შეუძლებელია ხო მისთვის რომ მუშაობა გააგრძელოს და აი აქ ჩვენ ხედავთ უკვე მისი ოჯახის დამოკიდებულებას ზამზას მიმართ, ერთგვარ მომხმარებლურ დამოკიდებულებას ოჯახის წევრის მიმართ, რომლისგანაც მუდმივად ითხოვენ გაცემას, მაგრამ თავად მას სანაცვლოდ არაფერს აძლევენ. არაფერს აქ რა თქმა უნდა ფინანსურ უკუგებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ემოციურ მხარდაჭერაზე, სიყვარულზე, თანაგრძნობასა და გაგებაზე. და იმ წუთიდან, როდესაც ზამზა უკვე აღარ არის მათნაირი, გრეგორ ზამზა ხოჭო ხდება ოჯახის შემარცხვენელი, ოჯახის დამაქცევარი და საზიზღარი, რაღაც მარგინალი არსება, რომელიც იმსახურებს ერთადერთ რამეს, ეს არის ზიზღი და სიძულვილი მის მიმართ. ოჯახის წევრები უარს ამბობენ ფაქტობრივად მასზე, რცხვენიათ მისი არსებობის და ძალიან ბედნიერად იგრძნობენ თავს, თუ კი გრეგორ ზამზა, ხოჭოდ ქცეული ზამზა აღარ იარსებებს მათ ცხოვრებაში. აი აქ უკვე ჩვენ ხედავთ პარალელს ზამზასა და კაფკას შორის, იმიტომ რომ კაფკაც აი სულ ასე გრძნობდა თავს, თითქოს ოჯახის იმედების გამაცრუებლად, ოჯახის შემარცხვენლად. მისი ბავშვობაც ძალიან ისეთი ტრაუმული იყო, იმიტომ რომ ის არ გაზრდილა მშობლების მზრუნველობის ქვეშ. ფინანსურად მათ არ უჭირდათ, იმიტომ რომ მისი მშობლები ვაჭრობით ცდილობდნენ ოჯახის რჩენას, მაგრამ ისინი არასოდეს იყვნენ შინ და არასდროს რჩებოდათ დრო იმისთვის, რომ პატარა ფრანცის მიმართ მზრუნველობა და სიყვარული გამოევლინათ და კაფკასული ზრდებოდა ან ძიძასთან, ან მოახლესთან, ან მუდმივად ვიღაცასთან იყო დატოვებული. მოკლედ, ის მუდმივად ეძებდა, ამაოდ ეძებდა ოჯახურ სითბოს და მეტამორფოზაშიც, გარდასახვაშიც გრეგორ ზამზა, ხოჭოდ ქცეული ზამზა, გაუცხოებული, განდგომილი, მარტოსული ზამზა ამაოდ ეძებს ოჯახის წევრებისგან სითბოსა და თანაგრძნობას, მაგრამ აი ყველაზე უცნაური იცით რა არის? უცნაურის და თავზარდამცემიც ამავე დროს, რომ
ოჯახი, როდესაც მას ზურგს აქცევს, ხოჭოდ ქცეულ ზამზას, გრეგორ ზამზა მათ არ ადანაშაულებს. ის თითქოს საკუთარ თავს ადანაშაულებს იმაში, რომ ვეღარ აგრძელებს იყოს ოჯახისთვის გამოსადეგი და რაოდენ შემაძრწუნებელია მოთხრობის დასასრული, როდესაც ჩვენ ვხედავთ აღსასრულს, ხა არ მინდა ყველაფერი მოუყვე, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? აქ შინაარსი არ არის მთავარი, აქ მთავარი არის ცალკეული პერსონაჟების განცდები და მათი ურთიერთდამოკიდებულებები ერთმანეთთან. და როდესაც ჩვენ ვხედავთ გრეგორ ზამზას აღსასრულს, ჩვენ ამავე დროს ვხედავთ ეს აღსასრული როგორ იქცევა ოჯახისთვის ერთგვარ ზეიმად და შვებად, თითქოს და ისინი გათავისუფლდნენ რაღაც მძიმე ტვირთისგან, თითქოს ამოისუნთქეს და ისინი ახლა იწყებენ უკვე ლაღ ცხოვრებას ზამზას გარეშე, რომელიც ხოჭოდ ქცეული ტვირთა დაწვა მათ სულებს და მათ ყოველდღიურ ყოფას. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ოჯახი მას შემდეგ, რაც გრეგორ ზამზას უკვე აღარ შეუძლია იყოს მათთვის გამოსადეგი, თავად იწყებს საკუთარ თავზე ზრუნვას და ჰოისა ოცრებავ ეს თურმე მათ შესანიშნავად გამოსდით. ანუ ის ექსპლუატაცია, რომ ზამზასი, რომელსაც ისინი ეწეოდნენ, სხვა არაფერი იყო თუ არა წურბელობა და მუქთახორობა ამ ოჯახის წევრების მიმართ, ოჯახის წევრების მხრიდან. აი ეს არის რაღაცა ძალიან მოკლე ზედაპირული განხილვა მოთხრობისა, რომელიც რეალურად გვიყვება ხოჭოზე, რომელიც ადამიანთა შორის ყველაზე უფრო ადამიანია. ეს დანარჩენები არიან ხოჭოები, რომლებსაც უბრალოდ ადამიანის ფორმა აქვთ, ხოლო გრეგორ ზამზა, რომელიც ხოჭოს სხეულში ცხოვრობს, ყველაზე მეტად არის მათ შორის ადამიანი. აი ამ კონკრეტულ კრებულში, რომელიც მე ხელში მიჭირავს, მისი სხვა ნაწარმოებებიც არის შესული და ძალიან კარგი იქნება, თუ კი მხოლოდ მეტამორფოზას არ გაეცნობა მკითხველი და მისი სხვა ნაწარმოებებითაც დაინტერესდება, განსაკუთრებით მინდა გირჩიოთ პროცესის წაკითხვა, იმიტომ რომ ამ ნაწარმოებს აქვს რაღაც ერთგვარი თვალის ამხელი ეფექტი თითქოს ბევრ უსამართლობაზე, რომელსაც ცხოვრებაში შეიძლება მკითხველი გადააწყდეს. ცხოვრების აბსურდულობაზე ბევრი პასუხია ამ ნაწარმოებში პროცესს გულისხმობ. სიცოცხლის ბოლოს უკვე ფრანც კაფკამ თავის საუკეთესო მეგობარს მაქს ბროდის თხოვა, რომ გაენადგურებინა მისი ჩანაწერები. საერთოდ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე კაფკა ნერვული შემოტევებისას ანადგურებდა ხოლმე თავის ნაწარმოებებს. თუმცა საბედნიეროდ, ისევე როგორც ხშირად ხდება ხოლმე მკითხველისთვის საბედნიეროდ ლიტერატურის ისტორიაში, როგორც დაემართა ვერგილიუს მაგალითად, მაქს ბროდიც ძალიან გონივრულად მოიქცა და არ შეასრულა მომაკვდავის უკანასკნელი სურვილი და სწორედ ამის წყალობით მოაღწია ჩვენამდე ფრანც კაფკას შესანიშნავმა ნაწარმოებებმა. ერთი ანიმაციაც მინდა გირჩიოთ, რომლის კადრებსაც ახლა თქვენ ეკრანზე დაინახავთ. ეს ანიმაცია ცოტა სხვაგვარ ალტერნატიულ დასასრულს გვთავაზობს ამ მოთხრობის და სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ეს დასასრულიც არანაკლებ შთამბეჭდავია, ვიდრე დედნის პირველ წყაროს ფრანც კაფკას გარდასახვის დასასრული და მინდა რომ ამ ანიმაციასაც უყუროთ, ვიზუალურადაც ძალიან ისეთი მშვენიერი და მიმზიდველი ანიმაციაა და თქვენ შვილებსაც აყურებინოთ, რატომაც არა ვფიქრობ, რომ მოზარდებისთვის ეს ანიმაცია ძალიან კარგად გასაგები და ღრმად გულში ჩამწვდომი იქნება. ფრანც კაფკას თან მისი ცხოვრების ბოლო პერიოდში ცხოვრობდა მისი დიდი სიყვარული, ებრაული წარმოშობის გოგონა დორა დიამანტი, რომელიც ასევე ერთ-ერთი გმირია ჯორდი სიერა ფაბრას კაფკა და მოგზაურ თოჯინაში. ახლა გადავალ უკვე ამ წიგნზე, რომელიც ბავშვებისთვის არის დაწერილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვიდრე ამ წიგნის კითხვას დააწყებინებთ, კარგი იქნება თუ ბავშვებს, ну აქ უმცროსი ასაკი არ იგულისხმება, უფრო 10 წლიდან გავუწევ ამ წიგნის რეკომენდაციას და კარგი იქნება თუ მოუყვებით თქვენ შვილებს, ვინ იყო ფრანც კაფკა და მოკლედ გააცნობთ ასევე გარდასახვის შინაარსსაც, იმიტომ რომ ამ წიგნს აქვს მიძღვნა და ეს მიძღვნა არ იქნება გასაგები ბავშვისთვის, თუ კი თქვენ მას არ მოუყვებით, ვინ არის კაფკა და რა შინაარსი აქვს მოთხრობა მეტამორფოზას. იმიტომ რომ მიძღვნაში ჯორდი სიერა ფაბრა წერს, ეძღვნება ფრანც ხოჭოს, რომელმაც ერთ დილით ბიჭად გაიღვიძა. მე მგონი ძალიან ისეთი გულის ამაჩუყებელი და შთამბეჭდავი მიძღვნა თუ კაფკას ცხოვრებასა და შემოქმედებას უკვე იცნობ. რაც შეეხება თავად ნაწარმოებს, ჩვენ ამ ნაწარმოებში ვეცნობით ერთ ძალიან ცნობილ ისტორიას, რომელიც ნამდვილად მოხდა. თავისი ცხოვრების ბოლო წელს სტეგლიცის პარკში ბერლინში სეირნობისას კაფკა გადააწყდა გოგონას, რომელიც ტიროდა. და ტიროდა, როდესაც კაფკა შეეკითხა თუ რა ატირებდა, გოგონა მიუგო რომ დაკარგა თოჯინა. ეს ისტორია ჩვენ ვიცით დორა დიამანტისგან, მისი ცხოვრების თანამგზავრისგან.
და ფრანც კაფკა ნამდვილ ამბავს ყვები ახლა ფრანც კაფკა რომელსაც არ ყავდა შვილები და მაინც არ ეხერხებოდა ბავშვებთან ურთიერთობა და საერთოდ თუკი თქვენ მის შემოქმედებას იცნობთ ზედაპირულად მაინც ახლა ძალიან კარგად მიხვდებით რასაც გულისხმობ ფრანც კაფკა არ იყო ის კაცი რომელიც ბავშვებთან საერთო ენას მარტივად გამონახავდა წარმოუდგენელია იფიქრო რომ მას შეეძლო ბავშვების ენაზე საუბარი მაგრამ როგორც აღმოჩნდა სხვა მრავალ ნიჭთან ერთად ფრანც კაფკას თურმე ისე რომ თავადაც არ იცოდა ძალიან კარგად სცოდნია როგორ მოეძებნა გზა ბავშვის გულებისკენ და მას მოულოდნელად მოაფიქრდა გასაღები როგორ დაემშვიდებინა ატირებული გოგონა და კაფკამ უთხრა რომ მისი თოჯინა სამოგზაუროდ წავიდა და მოსწერდა ხოლმე წერილებს ამ ატირებულ გოგონას და აქედან იწყება ჯადოსნური ამბავი რომელმაც შეიძლება დატოვა კაფკას ასევე ყველაზე ჯადოსნური ნაწერები რომელთაც სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია დორა დიამანტის მონათხრობის საფუძველზე ჩვენ ვიგებთ რომ ფრანც კაფკა მთელი გულითა და მონდომებით დაიწყო გოგონას მიმართ წერილების წერა ვითომ და თოჯინას წერდა სამყაროს სხვადასხვა წერტილიდან ამ გოგოს წერილებს და წარმოიდგინეთ ბავშვისთვის რა საოცარი თავგადასავალი და კაფკა რა ოსტატობით დაწერდა თოჯინას წერილებს სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან აქ ალბათ გახსენდებათ ახლა ცნობილი ფრანგული ფილმი ამელი სადაც ეს ბაღის ჯუჯა მოგზაურობს და თავის პატრონს ამოგზაურებს ამელი უბრალოდ და ვითომ და პატრონს წერილებს წერს დაიწყო კაფკა მთელი მონდომებით ამ წერილების წერა და ეს იქცა ძალიან ამაღელვებელ თამაშად მასსა და პატარა გოგონას შორის. ამ წერილებს სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა როგორი ჯადოსნური ამბავი არა, როდესაც გენიოსი მწერალი მთელი გულმოდგინებით, მთელი შეგნებით და არსებით იწყებს თოჯინას სახელით, შენი დაკარგული თოჯინას სახელით, შენთვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან წერილების მოწერას. ეს გოგონა აღარ გამოჩნდა, ეს წერილებიც აღარ გამოჩნდა მიუხედავად ბევრი ძებნისა, თუმცა ამ ამბის მრავალი ვერსია არსებობს და ერთ-ერთი ვერსია გვეუბნება, რომ ამ გოგონამ შემდეგ უკვე კაფკამ თოჯინა მიუყვანა, სხვა თოჯინა მიუყვანა და უთხრა, რომ მისმა დაკარგულმა თოჯინამ გამოუგზავნა და აი ამ ახალ თოჯინაში მერე უკვე, როდესაც ეს გოგონა უკვე გაიზარდა, იპოვა წერილი, რომელიც მას ეუბნებოდა, რომ რაც გვიყვარს, ხშირად იკარგება, მაგრამ სხვა სახით უკან გვიბრუნდება ხოლმე. თუმცა ეს წერილი ნამდვილად იყო თუ არა თოჯინაში, ეს არავინ იცის. ჯორდი სიერა ფაბრამ აღმოაჩინა სტატია, რომელიც ასევე ცნობილმა მწერალმა და მთარგმნელმა სეზარ აირამ 2004 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ El País-ის უკანა ყდაზე. ეს ამბავი იყო იქ მოთხრობილი. ჯორდი სიერა ფაბრამ ბევრი ეძება ორიგინალი წერილები, თუმცა მათ ვერ მიაკვლია და გადაწყვიტა, რომ საკუთარი ფანტაზიით დაეწერა ეს წერილები. ძალიან ამაღელვებლად წერს ის, რომ რასაკვირველია ეს წერილები ალბათ ორიგინალს ვერ შეედრება, მაგრამ ეს წერილებიც ძალიან მშვენიერი და ამაღელვებელია. ბავშვებისთვის არის ეს დაწერილი. სახელები გამოგონილია კაფკას და დორა დიამანტის გარდა, რა თქმა უნდა. ეს ნაწარმოები იწყება კაფკას სეირნობით სტეგლიცის პარკში, სადაც ის ატირებულ გოგონას ეცნობა, ელსის. და არ იცის როგორ დაამშვიდოს ბავშვი და აფიქრდება, რომ უთხრას, რომ კაფკა არის თოჯინების ფოსტალიონი და ელსისთვის აქვს წერილი მისი დაკარგული თოჯინა ბრიგიდასგან. და გოგონა იჯერებს, თან უნდა რომ დაიჯეროს და თან რაღაც მიმზიდველად გამოიყურება ეს უფროსი კაცის მიერ მოყოლილი ეს ისტორია და მოკლედ ელსი იწყებს წერილების მიღებას სოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ბრიგიდასგან. ლონდონი, პარიზი, ჰიმალაის მთები, აფრიკა, ჩრდილოეთ პოლუსი, არ ვიცი, სად აღარ მოგზაურობს მისი თოჯინა და აი ეს წერილები რეალურად ელსის ზრდის პიროვნულად მასში რაღაც გარდატეხას ახდენს, გზას უკვალავს, ცხოვრებას ასწავლის. ეს არის საოცრად ამაღელვებელი წერილები თავისუფლებაზე, სიყვარულზე, ერთგულებაზე, მეგობრობაზე, იმაზე, რომ ზოგჯერ უნდა გაუშვა ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს. არ ვიცი, გირჩევთ თქვენც წაიკითხოთ ზრდასრულებმა და აუცილებლად თქვენ შვილებსაც წააკითხოთ. მით უმეტეს, რომ ამ წიგნს ნამდვილი ამბავი უდევს საფუძვლად. და კიდევ მინდა გაგაცნოთ ერთი წიგნი, ამავე ავტორის, ჯორდი სიერა ფაბრას,
ბიჭი, რომელიც ვარსკვლავებთან ცხოვრობდა. ეს წიგნიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ვფიქრობ, რომ ზრდასრულებიც ძალიან ისიამოვნებთ, მე პირადად უცრემლოდ ვერ წავიკითხე. წიგნი პირველ პირშია დაწერილი და თითქოს და ბავშვთა ფსიქიატრი დავით როხასი გვიყვება ერთ უცნაურ შემთხვევას, რომელიც მისი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში მოხდა. ერთ მშვენიერ დღეს მას და მის მეძდას ნანდას ალექსანდრას მოუყვანეს ბავშვი, მოკლედ, პოლიციამ მოიყვანა, რომელიც იყო ავადმყოფურად გამხდარი, რაქიტიანი, მოუვლელი და ეს ბავშვი არ ლაპარაკობს. და ყველაზე უცნაური ის არის, რომ დევიდ როხას ეჭვი ეპარება, რომ ეს ბავშვი შერაცხადია, არის შერაცხადი აშკარად, თუმცა ის ძალიან უცნაურად იქცევა და ბოლოს, როცა ეს ბავშვი ლაპარაკს იწყებს, ის ძალიან დამაჯერებლად ამბობს, რომ ის არის ანდრომედადან. სხვა პლანეტიდან არის მოსული, მას აქვს ძალა, რომელთაც კრულებს ებრძვის, რაღაც ბოროტ ძალას და ის ფლობს უნიკალურ ცოდნას კოსმოსური ხომალდის აგებულების შესახებ. და დაჟინებით ამტკიცებს ბავშვი, რომ მოვიდა სხვა სამყაროდან. მაგრამ ამავე დროს ეს ბავშვი, როდესაც ეკითხები რა ქვია, ამბობს დამამცირებელ სიტყვებს, რომ მას ქვია ღორო, მოეთრიე, ჯანდაბა, აი ასეთ რაღაცები და ფსიქიატრს ეჭვი ეპარება იმაში, რომ შეიძლება ეს ბავშვი იყოს ძალადობის მსხვერპლი, რომელიც წლების განმავლობაში განიცდიდა საშინელ ტანჯვას და მან თავი შეაფარა თავის ფანტაზიას, რომ ის სხვა სამყაროდან არის მოსული, მაგრამ ამავე დროს ეს ბავშვი იმდენად დამაჯერებლად აღწერს იმ სამყაროს, საიდანაც მოვიდა, რომ ასევე ეჭვი ეპარება ფსიქიატრს, ხომ არ შეიძლება ეს ბავშვი მართლაც იყოს რომელიღაცა არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენელი. აქ აუცილებლად გაგახსენდებათ ერთი ძალიან კარგი ფილმი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი 2001 წელს გადაღებული მთავარ როლში კევინ სპეისით, რომელსაც ქვია პლანეტა კეიპაქსი. იქაც ფსიქიატრულ საავადმყოფოში ხდება მოქმედება და იქაც ფსიქიატრს ეჭვი ეპარება მისი პაციენტი, მამაკაცი, რომლის როლსაც კევინ სპეისი ასრულებს, მართლა ხომ არ არის პლანეტა კეიპაქსიდან მოსული. თუ ის რაღაცა ძალიან დიდი ტრაუმის უარსაყოფად იჯერებს ამას. აი გავს, უბრალოდ იქ ზრდასრულია მთავარი გმირი და აქ პატარა ბიჭუნა. საბოლოოდ ბოროტება აღმოჩნდება ჰანა არენდტს, რომ დავესესხოთ ძალიან ბანალური. ის რაც ყოველთვის ხდება ხოლმე მზის ქვეშეთში. სამწუხაროდ ყოველთვის იტანჯებიან ბავშვები. სამწუხაროდ ყველა მშობელი არ უნდა იყოს მშობელი. სამწუხაროდ ხშირად უსასტიკესად იმეტებენ ხოლმე მშობლები თავიანთ შვილებს და რაღაცა იგავ მიუწვდომელ საშინელებას სჩადიან მათ მიმართ. და მინდა რომ თქვენ თვითონ აღმოაჩინოთ, რასთან ქონდა საქმე ამ პატარა ბიჭის შემთხვევაში. ის მართლა ცხოვრობდა ვარსკვლავებთან, თუ მან ეს ჯავშანი რაღაცისგან თავის დასაცავად მოიგონა და დასასრულებს იმდენად ამაღელვებელი, რომ არ მგონია რომელიმე ადამიანმა ამ ამბის წაკითხვა უცრემლოდ შეძლოს. მოკლედ, ჯორდი სიერა ფაბრას ორ წიგნს სიამოვნებით გავუწევ რეკომენდაციას: კაპკა და მოგზაური თოჯინა და ბიჭი, რომელიც ვარსკვლავებთან ცხოვრობდა. თქვენ უყურებდით გადაცემა ბიბლიოთეკას. მომავალ შეხვედრამდე.